მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ დღის განმავლობაში მომხდარ შოუ-ბიზნესის საინტერესო ამბებს. ჯერ ქართულ სიახლეებს გავეცნოთ, შემდეგ კი უცხოეთის ამბებიც გავიგოთ. პროექტი, რომლის იდეაც მერიის კულტურის სამსახურის უფროს ბატონ დავით ოკიტაშვილს კარგახანია აქვს, შეიძლება ითქვას სულ მალე განხორციელდება, რადგან პირველადი სამუშაოები უკვე გაწეულია. მოკლედ თბილისში ვაკის პარკში პატარებს დიდი სიურპრიზიელით. დისნეილენდი მხოლოდ თბილისური მასშტაბებით ახლა უკვე ქართველ ბავშვებსაც და არა მარტო მათ უმასპინძლებს. 3 წლის წინ ჩემთან მოვიდა რამოდენიმე ბიზნესმენი, რომელსაც ვთხოვა რომ ამ პროექტის განხორციელება უნდა და დამიჯერეთ რომ მე არ მჯეროდა ამის. და მე დავიწყეთ ამაზე მუშაობა, მე თქვენ ცნობილი მოვლენები, რაც განვითარდა ვაკის პარკის გარშემო, ამას ძალიან ბევრი ხელშემშლელი პირობა უძღოდა წინ, მაგრამ მე მინდა ამ ადამიანებს ვთქვა დიდი მადლობა, იმიტომ რომ მათ შეძლეს და მაინც ეს პროექტი განახორციელეს. ეს არის ძალიან ჯერად ღირებული პროექტი, მე არც თვალავეს მილიონებს ცდება. იმიტომ რომ მთლიანად მოხდება ვაკის პარკის ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს არის ევროპის რამოდენიმე ქალაქიდან ეს ატრაქციონები ჩამოტანილი და ამის ჩამომტანი არის ვთქვათ წარმოებელი ამ ატრაქციონებისა, რომლებიც მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში აქვს ესე ჩატანილი და დამონტაჟებული. ეს ატრაქციონები საზეიმოდ გაიხსნება 26 მაისს, ხვალიდან უკვე იწყება ამ ატრაქციონების მონტაჟი. და რა ვიცი, მე ყველა ადამიანს მინდა მოუხადო დიდი მადლობა, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში გვერდში დაგვიდგა და მე კიდევ ერთი საიდუმლო მინდა გაუმხილო თქვენ არხს, რომ ვაკის პარკში კიდევ ძალიან დიდი სურპრიზია მოსალოდნელი, იმიტომ რომ აქ დიდებისთვისაც არის განსაზღვრული ესე ქვია ატრაქციოს ამერიკანსკი გორკი. არა მარტო ბავშვები, არამედ თინეიჯერები, ასე ვთქვათ, თინეიჯერებსაც ექნებათ გართობის საშუალება. მე შემიძლია საქართველოს აბსოლუტურად მთელ მოსახლეობას ბავშვებს მიულოცო, იმიტომ რომ მართლა საინტერესო ატრაქციონები ჩამოვიდა, ეს არის დისნეილენდის მაგვარი ატრაქციონების ტიპი, რომელიც დამონტაჟდება იმ ძველ ატრაქციონების დემონტაჟის ადგილას, სადაც თქვენ ახლა უყურებთ, არის ეს ატრაქციონები განთავსებული. ხოლო ეს ატრაქციონები შეკეთდება და ჩვენ უკვე გლდანის რაიონის გამგეობასთან მოვილაპარაკეთ და გლდანში გადავა ეს ატრაქციონები. თბილისის თანამედროვე კინოთეატრებს კიდევ ერთი მიემატა. ეს არის 320 ადგილიანი დოლბირებული კინოთეატრი ახმეტელი, რომელიც გახლავთ კინოთეატრ რუსთაველის ფილიალი გლდანში და აქაც მაყურებელს ელის ახალი და თანამედროვე მსოფლიო კინოფილმები. 5 მარტიდან მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს წლის ყველაზე გახმაურებული რეჟისორ დენი ბოილერის ბრიტანული ფილმი 28 დღის შემდეგ და ბოლოს ბილეთის ფასი ახალ კინოთეატრში 3-დან 5 ლარამდე იქნება. თითქმის 8 თვეში ვშრომობდით იმისათვის, რომ კინოთეატრი გაგვახსნა და დღეს ყოველ შემთხვევაში ესეთი დასრულებული პროდუქტით პირველად არის წარმოდგენილი ეს კინოთეატრი ესეთი ფართო აუდიტორიისთვის და მე ძალიან ვიხარია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ და ძალიან ბევრი უნარი და დრო. ახალი კინოთეატრის გახსნას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქცნება ახალი კინოთეატრები, კარგი ხარისხის და თავარია რომ ხალხს კონდეს ფული რომ აქ იარონ, იმიტომ რომ ბილეთი კი საკმაოდ ძვირი და მე რამდენიც ვიცი აქ გაიაფეს შედარებით გდანში. აი ესეთ რაიონებს, რომელიც სოციალურად ესე განადგურებულია, ძალიან ჭირდება ესეთ პატარ-პატარ რაღაცები, რომელიც ცოტათი მაინც გაახალისებს ცხოვრებას და მარტო ტელევიზიით, თქვენ მოგეხსენებათ, ფილმების ღირებულებას ვერასდროს ვერ აღიქვა. არა და კინოს გარეშე ადამიანის სული მიდღემ ვერ ჩამოყალიბდება. შემდეგი ეტაპებიც იქნება, რა თქმა უნდა და მიუხედავად იმისა, როგორ იმუშავებს ეს კინოთეატრი უახლოესი მომავალში, ჩვენ მაინც მაგ სტრატეგიას მივდეთ და წელიწადში ერთხელ ახალ კინოთეატრს აუცილებლად გავაკეთებთ. წიგნის სახლ პარნასში ახალი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ასე ჰქვია დედა და მასში 191 ქართველი პოეტის თითო ლექსია შესული. ქართველი პოეტების ერთმა ნაწილმა დედის დღე ასე აღნიშნა. იმდენად კარგი იდეა არის ხო შესხმული ამ წიგნის განვითარებას. მე ვიცი რა ზარის ყველას ჭირდა ამ სკოლებს და მადლობა მინდა უთხრობაში საერთოდ აშკაცური შემოსევისა და პატრიოტული სულისკვეთებისა. დიდი მადლობა.
მერკვევითი ბრძოლა. მერკვევითი ბრძოლა. სულ მაგას ვამბობ, ბაჟამ რომ მერკვევითი ბრძოლა ტყუილია რა. დიმიტრი მეფე, ვახტანგ მეექვსე, გიორგი ბრწყინვალე, თეიმურაზ პირველი, დავით გურამიშვილი, ასე მოყვება ესე იგი ეს რაფიელ ერისთავი და ესენი მოდის ჩვენ თაობამდე, ესე იგი მთელი 191 ავტორია, თითო ლექსით წარმოდგენილი დედაშვილობის თემაზე და 40-ზე მეტი ფერადი სლაიდი ასევე დედაშვილობის თემაზე შექმნილი ფიროსმანის, გუძიაშვილის, კაკაბაძის, კიკოძის, სამბახიძის, გერასიმოვას და სხვების. ამ სასწაულის მე თვითონ მჯერა წმინდა მარიამ ჩიტის კაბის ქვეშ ჯერ ისევ დედა ატარებს ხეულს ავსებულს ჩემით. წიგზე მუშაობა დაახლოებით აი ინტენსიური მუშაობა მიდიოდა დაახლოებით 6-7 თვე. ასევე გარკვეული დრო წაიღო იმ ფერადის სლაიდების გადაღებამ, დამზადებამ, ამის მერე დისკეტაზე გადატანამ ყველაფერი, ბეჭდვამ, მისმა უცხოეთიდან ჩამოტანამ აქ და ესე მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უთხრა სპონსორებს, რომლებმაც ეს ამ უდიდესი ამაგი დასდეს, თქვათ, იგივე დედის ფენომენს, დედის ხატებას ქართულ პოეზიაში წარმოჩენისათვის. ფიროსმანის ერთ-ერთი ნახატი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ერთ-ერთ საცავში ინახება და რომელსაც პირველად ბატონმა რეზო თაბუკაშვილმა მიაგნო, დღეს ლიტერატურულ კაფეში ქართველი მხატვრებისა და ზოგადად საზოგადო მოღვაწეების შეკრების მიზეზი გახდა. ამჯერად ეს თემა ჟურნალისტმა ნელი კობიაშვილმა წამოწია. ძალიან მოკლედ ვიტყვი. აღმოჩენილია ბაიაძის დუქანში ვახზლის უბანში, შემდეგ ეს სურათი ბაიაძემ დაგედა თავისი უბანი, თავისი დუქანი და დაიკარგა სურათი და ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინა საბურთალოზე, სადაც ბაიაძეს ახალი სარდაფის სარდაფი ქონდა გახსნილი და ის ფაქტი, რომ აი ფიროსმანია და სურათია ეს უნდა გადავარჩინო და რატომ უნდა იყოს სადღაც საცავში. ნუ თუ ფიროსმანი იმის ღირსი არ არის, რომ მოვიდეს და ჩვენთან მუზეუმში იყოს. ან შეიძლება დადგეს საკითხი მისი ლურში გამოფენის თაობაზე. უამრავი საინტერესო ვარიანტი შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ გულთან მიტანაა საჭირო და რაღაცა აქტიური მოქმედება. რამდენად შესაძლებელია ხა ეს მესმის რომ გვიჭირს და არა გვაქვს ამის საშუალება. თუ გაქვს სურვილი, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. თავარი სურვილი. არაგონის გარდაცვალების შემდეგ ეს სურათი მოხვდა მის სახლ-მუზეუმში, რომელიც არის პარიზიდან გარკვეული კილომეტრის მოშორებით. ეს არ არის ისეთი ადგილი, როგორც ეკადრება ფიროსმანს, იმიტომ რომ ვერავინ ნახავს მასი. და ბატონი რეზოს ოცნება და დიდი სურვილი იყო, რომ ეს სურათი არ გადმოეცეს საქართველოს, არ მოხდეს ლუვრის მუდმივ მოქმედ კოლექციაში. სერიოზულად მაგ საკითხს მიუდგა ძმების დანევიჩები პირველად, ვინც აღმოაჩინა. სერიოზულად მიუდგა ამას პიკასო, რომელმაც თქვა, რომ ფიროსმანი ნამდვილად კარგი მხატვარი, ჩემზე კარგად ხატავს. სერიოზულად მიუდგა ის მცირე ნამდვილი მეცნიერები, რომლებიც აი ესენი არ არიან ბევრნი და ის ნამდვილი პატრიოტები, როგორც ბატონი რეზო თაბუკაშვილი, როგორც ბევრი შეიძლება ჩამოთვალოს და ბატონი გოგი ხოშტარია გვესწრება დღეს. თენგიზ მირზაშვილი და კიდევ ბევრი ხელოვნებაცოდნე, რომელიც მართლა გულის შეტკივა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.